საქართველოში ღვინის მეცხრე საერთაშორისო კონკურსი გაიმართა ბრიტანელი, იაპონელი, თურქი და ქართველი ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამარჯვებულები 6 კატეგორიაში გამოავლინა. წლის საუკეთესო ღვინოებად ღვინის კომპანია შუმის საფერავი გეორგი კავერტეს-13 და კომპანია ქვევრის ღვინის მარნის ქვევრის მწვანე 2016 აღიარეს კონკურსი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გაიმართა და მასში 43 კომპანიის 164 სხვადასხვა სახის ღვინო იყო წარდგენილი. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეათე საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მრავალი კომპანიის მიერ წარმოებულმა ღვინომ. აღსანიშნავია, რომ ჟიურის წევრები იყვნენ ძალიან ცნობილი ექსპერტები ღვინის სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ჟიურის ხელმძღვანელობდა ძალიან ცნობილი სპეციალისტი ბატონი დიმატკინი, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის სპეციალისტები, რომლებმაც შეაფასეს ქართული ღვინო. მესამედ ვიღებთ გამოფენაზე მონაწილეობას, ასევე ამ კონკურსზე ძალიან გახარებული ვარ, იმედგაცრუებული ვარ, რადგან დაუბრუნებული ვარ. რაღაც დიდი მადლობა, არაჩვეულებრივი გამოფენა და არაჩვეულებრივი კონკურსი.